მოგესალმებით, ეს არის ახალი 6-ზე მეცხრე საინფორმაციო სამსახურის რეპორტიორებთან ერთად ამ დროისთვის განვითარებულ ახალ ამბებს მე ვასილი ივანოვ-ჩიქოვანი გაგაცნობ. საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა უმაღლეს იურიდიულ განათლებას იძლევა. საფრანგეთის ელჩი საქართველოში თეა წულუკიანის განათლებაზე განმარტებებს აკეთებს. მისი განცხადებით იუსტიციის მინისტრს ენას ისტორიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, რომლის დიპლომითაც კურსდამთავრებულები საფრანგეთის უმაღლეს სამთავრობო თანამდებობებს იკავებენ, მათ შორის იუსტიციის მინისტრის თანამდებობასაც. თემას პირდაპირ ეთერში ნუცა აბაშიძე განაგრძობს. დიახ, თეა წულუკიანის უმაღლეს განათლებაზე დღეს კომენტარი საფრანგეთის ელჩმა გააკეთა, როგორც მან განაცხადა, მას არ სურს ჩაერიოს იმ პოლემიკაში, რომელიც იუსტიციის მინისტრის კომპეტენციაზეა დაწყებული, ამიტომ მან დღეს სწორედ იმ სკოლაზე ისაუბრა, რომელიც თეა წულუკიანს აქვს დამთავრებული. საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა არის საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც ამთავრებენ სტუდენტები და მას შემდეგ საქმდებიან ძალიან საკმაოდ პრესტიჟულ თანამდებობებზე. როგორც ელჩმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, სწორედ ენა აქვს დამთავრებული საფრანგეთის 3 პრეზიდენტს, 7 პრემიერ-მინისტრს და ძალიან ბევრ მინისტრს, მათ შორის 3 იუსტიციის მინისტრის სახელი და გვარი დაასახელა მან ჩვენთან საუბრისას, რომელსაც სწორედ საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა აქვს დამთავრებული. ელჩის თქმით, სახელმწიფო მართვის სკოლას ამთავრებენ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებიც, მან მაგალითად მოიყვანა მალტა, სწორედ მალტიდან მალტელი სტუდენტები შემდეგ ქვეყანაში დაბრუნებისას რამდენიმე მინისტრი გახდა, მათ შორის იუსტიციის მინისტრიც. C'est une école qui dispense une საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა დაარსდა 1945 წელს. ის 2 წელს განმავლობაში ამზადებს ყველა კადრს მაღალი სახელმწიფო თანამდებობებისთვის. ეს არის სკოლა, რომელშიც ისწავლა საფრანგეთის 3 პრეზიდენტმა, 7 პრემიერ-მინისტრმა და ძალიან ბევრმა სხვა მინისტრმა, მათ შორის 3 იუსტიციის მინისტრმა. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ სტუდენტები წყვეტენ თუ რომელ ადმინისტრაციაში გააგრძელებენ მუშაობას. როდესაც მე ვამბობ ადმინისტრაციას, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მათ შესაძლებლობა აქვთ იმუშაონ იურისტებად. თუ კითხვის არსია დასმული, ესე იძლევა თუ არა ენა იურიდიულ განათლებას, პასუხი არის დადებითი. ენა გასცემს იურიდიულ განათლებას, სწორედ ეს განათლება აქვს მიღებული ქალბატონ წულუკიანს. საფრანგეთის ელჩის განცხადებას გამოეხმაურნენ პარლამენტშიც. დავით ბერძენიშვილის თქმით, ელჩის განცხადება არ იყო საჭირო იმისთვის, რომ მათ ეჭვი არ შეეტანათ თეა წულუკიანის უმაღლეს განათლებაში და მან განაცხადა, რომ თეა წულუკიანისთვის ეს იყო საერთაშორისო პიარის ძალიან კარგი ხერხი, თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისინი არ დასჯერდებიან ელჩის განმარტებებს და მოითხოვენ თეა წულუკიანისგან, რომ მისი უმაღლესი განათლების დამატასტურებელი დოკუმენტები გახდეს საჯარო. საფრანგეთის საელჩოს პოზიციაში რაიმე ეჭვი შევიტანოთ, ამის საფუძველი არ აქვს. საერთოდ ის უმაღლესი სასწავლებელი, რაც დამთავრებული აქვს ქალბატონ თეა წულუკიანს, ძალიან პრესტიჟულია, ეს მე დიდი ხანია ვიცი, ნამყოფი ვარ მე ამ სასწავლებელში და ეს სასწავლებელი, მისი კურსდამთავრებულები, სწორედაც მოსამართლეებად, იურისტებად, კონტროლის პალატაში მუშაობენ, ამას ამბობს საფრანგეთის მხარეც. საფრანგეთის საელჩოს საერთოდ რა კომპეტენცია ჰქონდა, რომ ეს განცხადება მიიღო, ცოტა გაუგებარი არის. აქ არსებობს მარტივი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება, როცა არსებობს საზოგადოებაში კითხვები. უნდა მოხდეს შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა და გაცხადება და ყველა დარწმუნდება ამ კითხვების ლეგიტიმური საფუძველი არსებობს თუ არ არსებობს. ამიტომ აქაც მარტივი არის, არც პრეზიდენტის, არც საელჩოს განცხადება და არც სხვა ინსტიტუციების განცხადება, საჭიროა საუბარი არის ერთი დოკუმენტის წარდგენა საზოგადოებისთვის, რომელშიც ყველა დარწმუნდება მის ლეგიტიმურობაში. საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს არც გოგა ხაჩიძე და არც თავად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. რენე სალენსის განცხადებასთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით დღის მთავარ გამოშვებაში 9 საათზე შემოგთავაზებთ. დიდი მადლობა ნუცა აბაშიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ბაჩო ახალაიას საქმის წინასწარი მოსმენა საქალაქო სასამართლოში დასრულდა. როდის დაიწყება საქმის არსებითი განხილვა და იმსჯელებს თუ არა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბრალეულობაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში ზვიად ხუჯაძე ჩაგვერთვება, ზვიად გისმენთ. დიახ, თბილისის საქალაქო სასამართლო უკვე დაასრულა ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ჯარდებული 6 პირის საქმეზე წინასწარი განხილვა. ბაჩო ახალაიას სასამართლო
პროცესი არსებით განხილვაში უკვე 18 მარტს გადავა. მანამ ასევე დღესვე საქალაქო სასამართლოს წინაშე დღეს ბრალდების მხარემ მოითხოვა საქმე ნაფიც მსაჯულებმა განიხილოთ, რის წინააღმდეგაც თავად ბაჩუახალაია წავიდა. ბაჩუახალაიას ბრალი ედება არადამიანურ მოპყრობასა წამებაში და ასევე თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. ამ დროისთვის ბაჩუახალაიას სასამართლო პროცესი დასრულებულია, როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, საქმე უკვე არსებით განხილვაში გადავა, რაც შეეხება მის წინააღმდეგ წაყენებულ ორ ახალ ბრალს. მასთან დაკავშირებით საქმე თბილისის საქალაქო სასამართლო 18 მარტს, ხოლო მეორეს 22 აპრილს განიხილავს. სამწუხაროდ ნაფიც საჯულებზე არ მოხდა საქმის გადაცემა. როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, ყველა ბრალდებულმა, ყველა მისმა დამცველმა კატეგორიული უარი განაცხადეს. თუ რატომ, ამას უკვე საზოგადოებამ თვითონ გასცეს პასუხი. ჩვენ მზად ვიყავით, როგორც ჩემი წინა განცხადება იყო და როგორც პროცესზე დაფიქსირდა, რომ საჯარო გაგვეხადა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე ყველა მტკიცებულება, ყველა ის მასალა, რაც ბრალდების ხარეს მიერ იქნა შეგროვებული და რომლის საფუძველზეც ბრალი იქნა წარდგენილი, მაგრამ დღეს როგორც დარწმუნდით, დაცვის მხარემ და ყველა ბრალდებულმა ერთხმად გადაწყვიტეს. ნაფიც საჯულებზე უარი იმით იყო განპირობებული, რომ წარმოაჩინა პროკურატურამ ბრალდებული კერძოდ ბაჩანახაია ისეთ პირობებში, რომ უკვე მოსახლეობა შეუქმნა ისეთი განწყობა, რომ იგი არა მარტო ამ დანაშაულს, სხვა დანაშაულების არის დამნაშავე, წარმოაჩინა ძალიან ცუდ პიროვნება და აქედან გამომდინარე ყველა ადამიანი, ვინც ნაფიც საჯულად მიიღებდა მონაწილეობას, წინასწარ ექნებოდა ჩამოყალიბებული თავისი ვერსია. დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში ეგრეთ წოდებული თელასის საქმის განიხილავენ. საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ, ეს გახლავთ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ასევე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახაბერ დამენია და რუსთავის ამჟამინდელი დირექტორი ნიკოლოზ გურულა. დღეს მათ ბრალი ედებათ თანხის გაფლანგვასა და გათეთრებაში, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. სასამართლო პროცესზე დღეს მხარეები მტკიცებულებებს გაცვლიან, საქმე 13 ტომისგან შედგება. ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში სწორედ აღნიშნული საქმის განხილვა, წინასწარი განხილვა მიმდინარეობს და მხარეები მტკიცებულებებს გაცვლიან. ჩვენ ვრჩებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან და თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო ამას უახლოეს გამოშვებაში შემოთავაზებთ. მადლობა, ეს ძვიად ხუჯაძე იყო. არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილს დაგეგმილ აქციაზე მისასვლელად მოსახლეობას ფულს თავაზობს. თანხაკი საქართველოში ვანო მერაბიშვილსა და ქვეყნიდან გაქცეულ დავით კეზერაშვილს არალეგალურად შემოაქვთ. ორგანიზაციის წევრები ლევან ჩიტაძე და ლევან გოგიჩაიშვილი კონკრეტულ თანხასაც ასახელებენ, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე შესთავაზა რამდენიმე სპორტსმენს. მოკლევის მიზნით მათი გვარები უკვე გადაეგზავნა პროკურატურას. უფლება მუშაობს და თუ არა რაიმე უწყება. ჩვენ ვაკეთებთ ამას უკვე. საქმე ეხება არალეგალური გზებით ნაშოვნი ფულის საზღვარგარეთიდან, ასევე არალეგალური გზებით საქართველოში შემოდინებას. წინა ხუთშაბათს ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა ისრაელში, სადაც შეხვდა კეზერაშვილს. ჰქონდათ საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა და სხვა თემებზე ჰქონდათ საუბარი. მათ შორის კეზერაშვილის ოჯახის წევრებს უნდა მოეპოვებინათ საქართველოს მოქალაქეობა. მოგეხსენებათ, რომ ამ დრომდე ისინი არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, ისინი იყვნენ ისრაელის მოქალაქეები. გაიხსნათ საქართველოში ანგარიშები, შეექმნათ ფონდები და დაეწყოთ ფულის გადმოურიცხვა საქართველოში. უკანონოდ ჩამორთმეული კერძო საკუთრების ყოფილ მფლობელებს სასამართლო დავის დაწყება შეეძლებათ. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. დაზარალებული მეწარმეები კი საკუთრების დასაბრუნებლად უკვე ემზადებიან. რას ითვალისწინებს იუსტიციის სამინისტროსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული კანონპროექტი და როგორ ათმობინებდნენ ბიზნესმენებს კუთვნილ საკუთრებას. დეტალები საღამოს 9 საათზე ჩვენს მთავარ გამოშვებაში. მერის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი ორგანო ახორციელებდა დემონტაჟი. ჩვენ მიმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც ჩვენ მოვითხოვთ იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მიადგა მესაკუთრეს. მერიასთან დავის უმრავლეს თუ ეს ეხებოდა
საკუთრების შემთხვევებს უმრავლეს შემთხვევაში მთავრდებოდა წარუმატებლად. ანუ როგორც წესი, მერია იმერჯვებდა ასეთ დავებში. კანონპროექტი შედგენილია, რომელიც იდეაც არის მართლმსაჯულების ხარვეზების მოგვარება გარკვეულწილად. საჩივრების უგულველყოფა და დამალვა ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც სახალხო დამცველის ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას ყოფილი პოლიტპატიმრები ითხოვენ. ყოფილი მსჯავრდებულები ოფიციალური განცხადებით სახალხო დამცველს უახლოეს დღეებში მიმართავენ. რასაც ცხადებენ მონიტორინგის ჯგუფის წევრები წაყენებულ ბრალდებებზე და როგორი რეაგირების მოხდენას გეგმავს საკითხზე ომბუდსმენი უჩანა ნოაშვილი. ვრცლად ნახეთ საღამოს 9 საათზე ჩვენს მთავარ გამოშვებაში. მოუჯახის წერომა გააკეთეს, მართლა არაფერს არ აკეთებდნენ რა. ელემენტარული. იყო შემთხვევები, როდესაც თუნდაც ნათიას ან მის მეგობრებს, რომლებიც შემოდიოდნენ პატიმრებმა მიმართეს საჩივრით, მაგრამ ეს საჩივარი არ გასცდენია, ესე ვთქვათ, ადმინისტრაციას. ადმინისტრაციაში ვერ რჩებოდა და ეს პატიმარი, ვინც საჩივარს წერდა ან თუნდაც სიტყვიერად ამბობდა, უარეს დღეში ჩაუგდიათ. ეს ორი ადამიანი უნდა წავიდეს დაკავებული თანამდებობიდან, ვინაიდან პატიმრებს და საქართველოს მოსახლეობას აუცილებლად სჭირდება დაცვა და სახალხო დამცველმა უნდა უზრუნველყოს ეს ყველაფერი და მისი პრესტიჟი თუ არ იქნება სათანადო დაცული და არ იქნება ამაღლებული, ამათ ყველაფერს ვერ მოახერხებს. სადვართ მივიღოთ ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება პატიმრებისგან თუ ადვოკატებისგან. რა თქმა უნდა, მაინტერესებს რომ უფრო დეტალური და კონკრეტული ინფორმაცია თუ კი ასეთი არსებობს, რა თქმა უნდა, მივიღოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ დავიწყებთ შესწავლას ყველა კონკრეტული ინციდენტის, ყველა კონკრეტული საქმის, თუ კი ასეთი არსებობს. სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება. გიორგი ბარათაშვილი სამოთველყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. უსაფუძვლოდ მიიჩნევს საბჭოს გადაწყვეტილებას მაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც საბჭოს გუშინ უნდობლობა გამოუცხადა. საინიციატივო ჯგუფი მიმართავს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებული კონკურსი არხზე არსებული ვითარების სრულად გარკვევამდე შეჩერდეს. საინიციატივო ჯგუფის წევრები 6 საათზე ბორთან შეხვედრას მართავენ. წინასწარი გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა პირდაპირ ეთერში უნდა გაშუქებული იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხის საშუალებით, თუმცა როგორც ბოლოს გაირკვა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით პირდაპირ ეთერი არ შედგა. 28 დეკემბერს სამეურვეო საბჭომ გამომიცხადა ნდობა გამოფორმა ხელშეკრულება 6-წლიანი სწორედ იმ მოტივით, რომ მაუწყებელში იყო კრიზისი და მე ვიყავი კარგი მენეჯერი და გავართოვდი თავს კრიზისის მართვას. 4 თებერვალს სამეურვეო საბჭომ დაამტკიცა ჩემს მიერ და ჩვენი კოლეგების მიერ შემუშავებული რეორგანიზაციის გეგმა და 4 მარტს სამეურვეო საბჭომ მე გადამაყენა თანამდებობიდან. ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ. შეჩერდეს ვაკანსია გამოცხადებული გენერალური დირექტორის არჩევნებზე, რათა მოხდეს აი ამ პროცესის უფრო პროფესიონალურად და სამართლიანად მართვა. დაველოდოთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას სასამართლოში, თუ გიორგი ბარათაშვილი შეიტანს არჩევნს ბორდის წინააღმდეგ, იმიტომ რომ მიიჩნევს, რომ სამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ პერიოდის განმავლობაში შეიქმნას კრიზისის მართვის ჯგუფი, რომელიც განკარგავს აი ამ პროცესებს და ეცდება გამოიყვანოს და გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც გამოიყვანს კრიზისიდან ამ საზოგადოებრივ მაუწყებელს. პრინციპული პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების, რომ აშშ მხარს უჭერს პრესისა და მედიის თავისუფლებას. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ. ამ ფაქტთან დაკავშირებით ამჟამად კომენტარს არ გავაკეთებთ. საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია მიმდინარე მოვლენები, ჩვენ ვაკვირდებით პროცესს. დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივას ამნისტიასა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. პრეზიდენტის ინიციატივა სამეწარმეო ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულების ამნისტირებისა და ასე დანაშაულთა დეკრიმინალიზაციას გულისხმობს. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით პრეზიდენტს ამ ინიციატივით საკუთარი მმართველობის პერიოდში ჩადენილი ფინანსური დანაშაულების დაფარვა სურს. რაციონალური არგუმენტი, რომელიც მოვისმინეთ, იყო ის, რომ ამის გამო შეიძლება მოხდეს კლება გარკვეული შემოსავლების სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც ნამდვილად შეიძლება ასე მოხდეს, თუმცა მე არ მგონია, რომ ეს იყო სახელმწიფო მნიშვნელოვან თანხებთან დაკავშირებული. სხვა შემთხვევაში ზოგადად ხარი არ დაუჭირეს ჩემისათვის ერთადერთი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ეს იყო პრეზიდენტის ინიციატივა. გაუგებარია ერთის ხრი ვიძახოდი, რომ 9 წლის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობასაც ხელისუფლებაში იყო ბიზნეს ატერორებდა და უსამართლო გადაწყვეტილებებით ძალით აკისრებდა რაღაც გადასახადებს და მეორეს ხრი ვიძახდი, რომ არა ამ გადასახადებებს არ მოუხსნო. თუ უსამართლო, მაშინ ხარი უნდა დაეჭირათ, რომ მოეხსნათ.
გადასახადებითო ამნისტია სწორედ ამას ეხებოდა. ხო და პრეზიდენტის ინიციატივა იყო ფუჩის მომცემი ინიციატივა იყო. ჯერეთი არ შეიძლება იმ კატეგორია ხალხს შეეხოს, რომელი კატეგორიაც წარმოადგენელი იყო და ის მუხლები. განსხვავება ის არის, რომ პრეზიდენტმა შემოიტანა სწორედ ამნისტია 2013 წლის 1 იანვრამდე განხორციელებულ ქმედებებზე. ანუ არჩევნების მიერ ჩადენილ ქმედებებზე. არ მემაჩნია, რომ ეს სწორია, მინდა გითხრათ და მთელი რიგი ისეთი კანონებია ჩამოთვლილი, ყალბისმგნელები, დანაშაულების ჩავდენები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრები განწირულია უშედეგობისკენ აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი. მისივე განცხადებით საქართველოს პრეზიდენტი არ ყავს, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი განუდგა ქვეყნის მმართველობას, გამოაცხადა თავი ოპოზიციონერად და შექმნა ორხელისუფლებიანობის კონკრეტული სქემა, რაც ქართულ სახელმწიფოს ვნებს. კანონმონტაჟის მსგავსი სცენა უნდა დებატებისთვის არის გამოსაყენებელი. კოაბიტაციის ილუზიას ეს შეხვედრა ნამდვილად ვერ შექმნიდა, თუმცა მხოლოდ შეხვედრისთვის შეიძლება არ იყო თავად სააკაშვილისთვის და მისი გუნდისთვის, რომლებმაც კიდევ ერთხელ მოახერხეს გაეჟღერებინათ დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ ქართულ ენაზე თემები, რომელიც სრულიად უადგილოდ და უმისამართოდ წარმოაჩინა სააკაშვილმა და ისაუბრა იმაზე, რომ თურმე ივანიშვილმა უნდა დაასრულოს ზეწოლა თავისუფალ მედიაზე, ზეწოლა დამოუკიდებელ სასამართლოზე. საქართველოში ავიაბილეთების ფასი ძალიან მაღალია, რასაც ორი მიზეზი აქვს, აცხადებს სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა კავშირის თავმჯდომარე გიორგი კოდუა. მისი თქმით, ქვეყანაში მონოპოლიზირებულია როგორც საწვავის, ასევე სააეროპორტო მომსახურების ბაზარი. საწვავის ბაზარს კომპანია სოკარი აკონტროლებს, საავიაციო მომსახურებას კი თურქული კომპანია ტავი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან 25 წლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. კოდუას განცხადებით, ამ კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმება საქართველოს ძველი მთავრობის მხრიდან ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო. მდგომარეობიდან გამოსავალს კი ის მთავრობის ჩარევაში ხედავს. მიზეზი არის, რომელიც საწვავის ფასია მონოპოლიზირებული და მაღალია ფასების საწვავის შემოთან კომპანიებს და მეორე არის თვითონ TAV Urban Georgia-ს, რომელსაც აქვს მონოპოლიზირებული ერთი კომპანია არის, რომელიც ემსახურება ასე ვთქვი ground და passenger handling-ის სახით ავიაკომპანიას უნდა მოხდეს ჩარევა, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს მაგის ძალა კერძო სექტორს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ეს ფასები დავარეგულიროთ. მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში დაბრუნდა. პრემიერი და პრეზიდენტი ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებით ერთობლივ დოკუმენტს თუ შეიმუშავებენ, ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება ამის შესახებ. ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. მისი თქმით, არაერთხელ უთქვამს, რომ საქართველოს გზა არის ევროპული გზა. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს ნატოსა და ევროკავშირისთვის ერთობლივი მიმართვის გაგზავნა შესთავაზა. აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ჩვენ ვერ გვიპოვით ვერცერთ გამონათქვამს, ვერცერთ დოკუმენტს, რომელშიც იყოს რაიმე სხვა გარდა საქართველოს ევროპული გზისა. ყველა გამოსვლაში, ყველა ინტერვიუში მე ყოველთვის ვუსვამ ხაზს იმას, რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ამიტომ დისკუსია ამის თაობაზე საერთოდ მიმაჩნია ასე ვთქვათ ყურით მოთრეულად, რადგანაც ძალიან მკაფიოა საქართველოს გზა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ და ამაზე მუშაობს არა მხოლოდ ეს სამინისტრო, არამედ მთელი მთავრობა. აქედან გამომდინარე, მთელი ეს დისკუსია ოპოზიციის მხრიდან, რომ თითქოს და საქართველოს საგარეო პოლიტიკური გზა საფრთხეშია, იყო რასაკვირველია მხოლოდ იმისათვის განკუთვნილი, რომ არასწორი შტაბ-ეჭდილება შეექმნა ახალ მთავრობაზე. ჩვენ გვიხარია ჩვენი ძველი მეგობრის ლინასის ნახვა, ლიტვის საგარეო მინისტრის, რომელიც საქართველოს მრავალი წლის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთგული მეგობარია. და მინდა ვთქვა, რომ რეალურად ძალიან საინტერესო საუბრები ქონდა მას საქართველოში მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან და დღევანდელი ჩვენი საუბრის შემდეგ მე კიდევ ერთხელ ვერ დავადასტურო ეს ჩვენი ძველი შეთავაზება, რომ მე და პრემიერ-მინისტრმა ერთობლივი წერილით მიმართოთ ევროკავშირს და ნატოს ერთობლივი გეგმა გავწეროთ.
ევროკავშირის სპეციალური კონსულტანტი სამართლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში თომას ჰამარბერგი იმ პროცესებს გაუწევს მონიტორინგს, რომელთა გამჭვირვალედ წარმართვა საქართველოს სურვილია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დღესვე ჟურნალისტებს თომას ჰამარბერგთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ეს მისია 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება. იგი ყოველთვიურად 10 დღე იქნება საქართველოში და აქ გამართავს ძალიან ბევრ შეხვედრას და ამ შეხვედრების შედეგად იგი გააკეთებს ყოველთვის განცხადებას, ხოლო ბოლოს ივნისის ბოლოს იქნება ძალიან სერიოზული კვლევა იმის თაობაზე, თუ როგორ წარიმართა სხვადასხვა სახის რეფორმების. So I've been asked by the European Union საქართველოში ევროკავშირის დავალებით ვიმყოფები. 4 თვის განმავლობაში გაუწევს საქართველოს დახმარებას კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. ამ პერიოდში თვეში ერთხელ შესაბამის უწყებათა ხელმძღვანელებს გავესაუბრები. ამ პროცესში ასევე ჩართული იქნებიან როგორც ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. about 10 days. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ნორვეგიის სამეფოში იმყოფება, სადაც სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იგი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე ალექსი პეტრიაშვილმა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს პოლიტიკა უცვლელია და ქვეყანა განაგრძობს სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ. აღინიშნა, რომ ჟენევის ფორუმი დარჩება უმთავრეს მექანიზმად რუსეთთან კონფლიქტის საკითხებზე მოლაპარაკებებში. ამავე დროს აღნიშნეთ, რომ უმნიშვნელოვანესია ნორვეგიის და სხვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს სწრაფვაში ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვაჟებ-შაველას 16 ნომერში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სხდომის პარალელურად აქცია გაიმართა. დევნილები აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გია ბარამიას გადაყენებას ითხოვდნენ, მაგრამ აქციის მონაწილეების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. როგორც საბჭოს დეპუტატმა სხდომის დამთავრების შემდეგ განაცხადა, უკვლებლივ ყველა წევრს გია ბარამიას გადაყენება სურს, რადგან მან თავი ვერ გაართვა დაკისრებულ მოვალეობებს, მაგრამ კონსტიტუციაში არსებობს ერთგვარი კაზუსი, რომლის გამოც ჯერჯერობით ამის გაკეთება შეუძლებელია. დევნილი მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი განსხვავებით ყოველი კაზუსი არის ჩვენს კონსტიტუციაში, ისე არის ეს, ამაზე ზემდგომ ორგანოებსაც აქვს მიღებული პოლიტიკურ ორგანოებს საქართველოსი, ვენეციის კომისიის მიერ, ასე ვთქვათ, შენიშნა, რომ ჩვენ ვერ ვენთავისუფლებთ რა. ესე იგი ჩვენ გადავაყენებთ უნდებლობას გამოუცხადებთ და მე ისე ბარამიას უნდა გაუგზავნოთ ხელმოსაწერად ეს დოკუმენტი. გვინდა შევიტანოთ ისეთი ცვლილებები ჩვენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში, რომ ჩვენ შეგვეძლოს ერთპიროვნულად პრეზიდენტთან შეუთანხმებლად აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნა და განთავისუფლება. უმაღლეს საბჭოს შეუძლია, რომ ეს რა ქვია, საკონსტიტუციური ნორმა ანომალიური ნორმა გააუქმოს. ჩვენ აუცილებლად თუ ეს გადაწყვეტილება რეალიზებული არ იქნება გონიურულად უმოკლეს ვადებში, აუცილებლად გაიმართება პროტესტის უფრო მწვავე ფორმები. საბერძნეთის ქალაქ სალონიკში პონტიელებმა აქცია გამართეს, მათ საქართველოდან წასული ბერძნები შეუერთდნენ. ისინი საბერძნეთის მთავრობას მიმართავენ, აღუდგინონ მათ დახმარება, რომელსაც ასაკოვანი მოქალაქეები სოციალური დახმარების სახით იღებდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ სხვა საარსებო წყარო არ გააჩნიათ. მთავრობა კი დახმარების შეწყვეტის კონკრეტულ მიზეზებს არ ასახელებს. აქციის მონაწილეების განცხადებით ისინი გამოსვლებს მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. არანაირი დახმარება, არაფერიც აღარ იქნება. უკან მოუწევს ხალხს სასვლა. ალბათ საზღვრებსაც ჩაკეტავენ, მერე რომ ეგეც ვერ მოახერხოთ. ისევე როგორც 22 წელს. თვითონ რომ ბევრი ჩაედო ჯიშში. ალბათ რამ დაჭრობხოსა მაგის ბედი მაგტარ. არც სამუშო, ახალგაზრდებიც არ ამუშავებენ. ახალგაზრდობაც იმუშავებენ. უჭირიათ დახმარებას, ესე იგი, უჭირიათ საბჭოთა კავშირიდან ჩამოსულ ბეძებს დახმარებას გამოვიდა ეს კანონი დახმარებას. ესე იგი არაფერი არ იქნება თამაც. არ იქნება არაფერი, აერში იქნება.
ჟურნალისტები ლეიკემიის წინააღმდეგ სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლები ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდნენ. დიმიტრი ცინცაძის ფონდი, რომელიც ოპერატორ დიტო ცინცაძის გადასარჩენად შეიქმნა, საქმიანობას განაგრძობს და ამჟამად 14 წლის თენგო ზაქაშვილის გადარჩენას ცდილობს. ფონდის მიზანია ისეთი გარემოს ფორმირება, სადაც დაავადების შემთხვევაში საზრუნავი მკურნალობა იქნება და არა მკურნალობისთვის საჭირო თანხების მოძიება და ხარისხიანი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამკურნალო დაწესებულებები. საქართველოში წელიწადში ლეიკემიის 40-50 შემთხვევა ფიქსირდება. 2012 წელს ლეიკემიით 14 წლის გოგონა დაიღუპა. მისი გადარჩენა შესაძლებელი იყო, თუმცა ოჯახმა საჭირო თანხის შეგროვება ვერ მოახერხა. ეს შედეგადაც გოგონა დაიღუპა. სიკვდილის წინ მან წერილი დატოვა. სამწუხაროდ ამ დაავადებას თავისი კონკრეტული ვადები. ანამ, მეც, ჩემს კოლეგებსაც და თქვენს წერილი დაგვიტოვა სიკვდილის წინ და მე ამას წაგიკითხავთ. ნუ თუ არ მოიძებნა ამ ხელა სახელმწიფოში ის თანხა, რომელიც მე სიცოცხლეს მაჩუქებდა. მე მინდა, რომ ბოლო ვიყო იმ ბავშვებს შორის, ვინც უსახსრობის გამო დაიღუპება და თქვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჟურნალისტების ძალისხმევით და ყოველს თანადგომით, ვინც ჩვენს გვერდით დადგება, თენგო დაამარცხებს ამ დაავადებას, ჩვენ შევძლებთ მის გაგზავნას უცხოეთში ტრანსპლანტაციისთვის და ანას წერილი ნამდვილად ანდერძივით იქნება ჩვენთვის და ნამდვილად ბოლო ბავშვი იქნება ანა, რომელიც უსახსრობის გამო დაიღუპა. გადავწყვიტეთ, რომ ეს საქმიანობა გავაგრძელოთ, დავაფუძნოთ ეს ფონდი და შევეცადოთ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდებათ, ანუ ვისი შველად შეიძლება და ისინი შეიძლება დაიღუპონ მხოლოდ იმის გამო, რომ ფული არ აქვს, ასეთ ადამიანებს დავეხმაროთ. ნუ პირველ რიგში აქცენტი ავიღეთ ლეიკემიაზე, იმიტომ რომ ყველას ჩვენ ბუნებრივად ვერ მოვიცავთ. ჩავატაროთ რაღაც საქველმოქმედო ღონისძიებები, მაგრამ თავარი რაც არის, ჩვენ გვინდა რომ სახელმწიფოსთან ვაწარმოოთ მოლაპარაკება, მთავრობასთან, რომ მთავრობამ აიღოს ეს პირველ რიგში თავის თავზე და საქართველოს იქცეს ისეთ ქვეყნად, სადაც უფულობის გამო პირველ რიგში ბავშვები არ იღუპებიან. საქართველოს პოსტაში საკადრო რეზერვები ბაზის შექმნის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომლის ფორმირებაც 2012 წლის დეკემბერში დაიწყო. თავდაპირველად განცხადება 584 მსურველმა შეიტანა, თუმცა პირველ ეტაპზე ტესტირების გავლის შემდეგ დღევანდელ გასაუბრებაზე მოხვედრა მხოლოდ 57-მა კანდიდატმა მოახერხა. აუცილებლად უნდა გამოავლინონ გასაუბრებაზე აკადემიური მონაცემები, мотивация ჩვენთვის ძალიან მთავარია და დღევანდელ გასაუბრებაზე დღეს წარმოადგენენ კანდიდატებს აუცილებლად უნდა ქონდეთ პოსტის შესახებ წარმოდგენა. ვფიქრობ, საშუალო დონის ტესტირება იყო, გავიარე წარმატებით და ამერიკის შემდეგ გასაუბრებაზე და რა ვიცი, მოვედი და ვიმედოვნებ, რომ შემდეგ ეტაპსაც გავივლი. ეს იყო უბრალოდ მოკლე, ასე ვთქვათ, ბიოგრაფიის აღწერა, პიროვნების და მეტი არაფერი რა, სად მიმუშავია, რა გამიკეთებია და უბრალოდ გაცნობა იყო, გაცნობითის გასაუბრება, მოდი ეს დავაკვირდეთ. გიორგი თავართხილაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადება მთავრობის კანცელარიაში 10 თებერვალს შევიდა. არჩილ ხაბაძემ კი იგი გუშინ 4 მარტს დააკმაყოფილა. განცხადების თანახმად ყოფილი მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით კი მისი თანამდებობიდან გადაყენების ერთ-ერთი მიზეზი რეგიონში 40 მილიარდიანი ინვესტიციის შემოდინების დაანონსება სახელდება. აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მინისტრის გათავისუფლების მოტივზე არ საუბრობს. ამ ფაქტს უარყოფს თავად გიორგი თავართხილაძე. მისი განცხადებით თბილისში მივლინებით იმყოფება და სულ მალე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით სამუშაოთაც თბილისში გადმოვა. თუ რა თანამდებობაზე ამას გიორგი თავართხილაძე არ ახმაურებს. მთავრობის დღევანდელ სხდომას კი თავართხილაძის ნაცვლად მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბალაძე ესწრებოდა. ბრძანება დაიწერა გუშინ, ანუ 4 მარტს შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გათავისუფლებული იქნა. რაც შეეხება განცხადებას, შესაბამისი განცხადება მთავრობის აპარატის კანცელარიაში რეგისტრირებული არის ამას წლის 13 თებერვალს. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ვინაიდან მე 1 მარტიდან 4 მარტის ჩათვლით, დღესაც კი 5 მარტი მიილია ლამის იმყოფებოდი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საქმეებით, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. რასაკვირველია, ყველაფრის საქმის კურსი არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბატონი არჩილი ხაბაძე. უბრალოდ საქმე ეხება რას, რომ 5 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით მე მას თხოვე შვებულება, ვინაიდან მე გადმოვდივარ თბილისში სამუშაო.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები სოფიკო კვარაცხელია და მაია სორდია გამგეობას სასამართლოში უჩივიან. მათი განცხადებით ისინი სამსახურიდან უკანონოდ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს და მათ ადგილას ნათესავები დაასაქმეს. რასაც მესტიის გამგეობლის მოადგილე უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქმე რეორგანიზაციას ეხება. ნელი ნავერიანის განცხადებით დასაქმებულების ნაწილი უდიპლომო იყო, რაც კანონის შეუსაბამობაა. ნავერიანი გათავისუფლებულებს ხელახალ კონკურსში მონაწილეობას ურჩევს. თავიანთი ნათესავები მოყავთ ჩვენ ხარჯზე და მთლიანად გამგეობა დაკომპლექტდა მათი ნათესავებით. ოჯახიდან 2-3 მაინც დაკმაყოფილებულია მათი ნათესავები და ჩვენ გამოგვიშვეს სამსახური. თუ არ ქონდა უმაღლესი განათლების დიპლომი და ეს არ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოთხოვნებს, ჩვეულებრივ ეს შეიძლებოდა საფუძვლად ჩაწერილიყო ბრძანებაში. მაგრამ ამნაგვარი ბრძანებაში არ არის მითითებულია რეორგანიზაცია. არის რეორგანიზაცია. მათ აქვთ ყველას უფლება მიიღონ კონკურსში მონაწილეობა. და იმ შემთხვევაში თუ ისინი დააკმაყოფილებენ ყველა იმ მოთხოვნას, რასაც საჯარო მოხელე უნდა პასუხობდეს, რაც საკონკურსო პირობებში იქნება, რაც აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალედ ჩატარდება კონკურსი და გამოჩნდება, არ შეიძლება საჯარო სამსახურის არც თუ დაბალი რანგის მოხელე იყოს უდიპლომო. ეს კანონით დაუშვებელია. თითოეულობის ძლიერი ქარისა და ნამქერის გამო მოძრაობა თბილისის სენაკი ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთზე დღის პირველ ნახევრამდე შეფერხებული იყო. ღამის 2 საათიდან მიმდინარეობდა ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები და მხოლოდ ტექნიკური მარილის დაყრის შემდეგ მიეცათ მისაბნელიან და ნახევრად მისაბნელიან სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილების უფლება. ამ დროისთვის გზის საფარი გაწმენდილია და საგზაო მიმოსვლა თავისუფალია. ინტენსიური თოვის და ძლიერი ქარის გამო მოძრაობა შეფერხდა მისამბელიან და ნახევარ მისამბელიან ტრანსპორტისთვის. როდის? ღამის 2 საათიდან. მთლიანად თელი ღამე თოვდა. ამ წუთში გზა შავი გვაქვს, მოძრაობა თავისუფალი. რეგიონული განვითარების რეფორმის ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო განხილვა მოეწყო. სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის წინაშე სპეციალური მოხსენებით პარლამენტის თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების კომიტეტის წევრი გია ჟორჟოლიანი წარსდგა. ჟორჟოლიანის თქმით, აღნიშნული რეფორმა ხელს შეუწყობს რეგიონული თვითმმართველობების გაძლიერებას. ახალი სტრატეგიის მიხედვით უქმდება გუბერნატორის ინსტიტუტი, სოფლებს კი იურიდიული სტატუსი ენიჭებათ. ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს ქვეყნის შემდგომ განვითარებაში, აღორძინოს ის ტრადიციები, რომელიც ქუთაისს ჰქონდა და გახდეს ერთ-ერთი ცენტრი თანამედროვე დონის სწავლებისა და ცოდნის დაგროვებისა საქართველოში. ხელი შეუწყოს ამდენად ქუთაისის განვითარებას, როგორც ასევე ესეთი საგანმანათლებლო ცოდნის დამკვირვებელი აკადემიური ცენტრისა. პირადად ჩემთვისაც ძალიან საინტერესო არის და უნივერსიტეტისას ეს ინფორმაცია გაჩერდა, ხედავ დარბაზსაც საინტერესება საკმაოდ მაღალი. ძალიან გვახარებს, რომ პარლამენტარები და პროფესიონალები დაინტერესებული, უბრალოდ ხდებიან დაინტერესებული ჩვენთან ასეთი საჯარო შეხვედრების ჩატარებით და იმედი გვაქვს, რომ ეს ასე თქვა უკვე ჩამოყალიბებული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება, იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანია ძლიერი თვალთვალობა გვყავდეს აქედან გამომდინარე რეგიონული პოლიტიკის შემუშავება, ზედიწილად არის დამოკიდებული რეგიონის განვითარება და ეს სოციალ-ეკონომიკური პროექტები და მიმართულებები, რომლებიც განხორციელდება რეგიონში. დადროა გავიგოთ, რაზე იქნება საუბარი გადაცემა ბიზნესის დროში, ამას მისი ავტორი და წამყვანი თეაშველიძე თავად გვეტყვის. თეა, მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით, ვასიკო, რაც შეეხება დღევანდელ თემებს, როგორ მიმდინარეობს სასოფლო სამეურნეო ბარათების დარიგების პროცესი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით არის უკვე ამ თემაზე ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ხუცაიძე და კიდევ ერთი საინტერესო თემა, საკმაოდ საინტერესო კვლევა ჩაატარა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, რომლის სახელწოდებაც არის კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში და ერთ-ერთი ძირითადი და ასე ვთქვათ ძალიან დიდი დრო ეთმობა ამ კვლევაში ნავთობ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას. ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ნანთია კუტივაძე, უფროსი ანალიტიკოსი და ეკონომიკის დოქტორი. დიდი მადლობა, ასეთი იქნება ბიზნესის დრო თეაშველიძესთან ერთად. საინფორმაციო სამსახური კი პირდაპირ ეთერში უკვე 9 საათზე თამთა სანიკიძესთან ერთად დაბრუნდება. დიდი მადლობა, რომ გიყურებთ.